მოგესალმებით, ეს გურიის მოაბის ვებგვერდის მორიგის საინფორმაციო გამოშვება ფაქტ ნიუსია. მე ჟურნალისტი ნინო ონიანი ვარ. დღეს გამოშვებაში ნახავთ. მორიგი ყაჩაღობა გურიაში. ამჯერად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში მარტოხელა 75 წლის ქალბატონს თავს ბუროტმოქმედები დაესხნენ. ლანჩხუთში მარტოხელა ქალბატონს სახლში თავს 4 ნიღმიანი დაესხა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ სოფელ შუხუთში მოხდა. 75 წლის მარგო ორარგოიძეს გამოძიებისათვის ჯერჯერობით დაუდგენელი პირები საკუთარ საცხოვრებელ სახლში თავს საღამოს საათებში დაესხნენ. მოხუც ხელფეხი და პირის კოჩით შეუკრეს და იატაკზე დააგდეს. დაზარალებული ყვება, რომ მისგან წინდღით აღებულ დახმარების თანხას 60 ლარს ითხოვდნენ. იქ რომ შემოვედი და იგი ასეთი ნაბიჯი აქედა, კარები აქვს ამას, აქ მომესმა. დედა, ჩემი ბაკურა, მოი ბაკურა, არ მაქვს დამთავრებული და შემოვარდა ბებო 2. უცე. იქ მეტაკა ამაში და მოტყվეთ დამაგდო. მეორე დამადგა ფეხებზე. უწვალო აქედან ხმა მომესმა ჩაუბუსტე პირში კაშნიო. პენსია წინ დახმარება იყო 60 ლარი წინ ათხით. ისე პენსია რომ ხანაც ამუშავე ჩოჩობაი თითო იგი 40 ლარი თითო 100 მეტრი სამ პენსია დახმარება ქონდა წინ ათხით აღება. წინ ათხით კი მქონდა 60 ლარი მიწევს. მეზობელი ქალბატონი, რომელიც ფაქტს უშუალოდ შეესწრო, გვიყვება, რომ თავდასხმელები მას შემდეგ გაიქცნენ, რაც მეზობლის სახლში შესულმა მოხუცის ამ მდგომარეობაში დანახვაზე ყვირილი ატეხა. მოხდარ ფაქტს ადასტურებენ დაზარალებული ქალბატონის სხვა მეზობლების და დანაშაულის უმოკლეს ვადაში გახსნას მოითხოვენ. ჩვენ მოვითხოვთ თქვენი გვერდის თქმას მაგაში, რომ დაუდგებთ ამ ქალბატონს გვერდით და სიმართლე ვიპოვოთ ამ ყველაფერში. ხო შეიძლება დაისაჯოს ის ავაზაკები, ვინც თავის ოჯახში არ აცლის სიკვდილს, მისი ცენამ არ მოკვდება ქალი, შეიძლება ყველა ღამე შიშიშკოს გეწინოს. მათი განცხადებით ქალბატონი პოლიციას ქუთაისში სამხაროვის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში ყოფდა წაყვანილი. ამოღებული იქნა ნივთკიცებულებებიც. წაყვანეს ქუთაისში და ექსპერტიზამ დაადგინა ნამდვილად ძალადობის ნიშნები აღენიშნებოდა ქალს სახეზე, კისერში მეორე დღეს ცხვირიანად ალურჯებული ქონდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მოხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 153 მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო დაკკვეთას გულისხმობს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 8-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მარგო ორაგოიძე ერთსართულიან სახლში მარტო ცხოვრობს. მას ერთადერთი შვილი აფხაზეთის ომში გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში უგზო-უგლოდ დაეკარგა. ჩოხატაური კვლავ სასმელი წყლის პრობლემას ებრძვის. ექნება თუ არა დაბას 24 საათიანი წყალმომარაგება. დაბა ჩოხატაურში ადგილობრივებს სასმელი წყლის მიწოდებასთან დაკავშირებით უკვე წლებია სერიოზული პრობლემები აქვთ. სოფელ ხიდისთავში არსებული წყალსაცავი დაბის მოსახლეობის სრულფასოვან მომარაგებას ვერ უზრუნველყოფდა. უფრო მეტიც აბონენტები ხშირად დღეების განმავლობაში სასმელი წყლის გარეშე იყვნენ დარჩენილები. მოსახლეობის თქმით, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად პრობლემა ამ დრომდე არ მოგვარებულა. გალი არ გვაქვს შვილო, არც გაზი, არც მეიღვანენ, არც წყალი, არაფერი ყველგან გააკეთენ, აქარი არაფერი არა. და ერთი ჭაია, კიდო კაია, გაახარავს იმ გულივერას გააკეთა. თუ არა, აგიც არ იქნებოდა, გლახა, კაია, აგიც იმაშობით ხმარა, რა ვქნათ, მეტი გზა რა. არჩევნების დროს მეიღვანენ მოთხრილი იყო. მეორე იმის არჩევნების დროს მეიღვანენ აქამდე ტრუბები ჩააგდნენ. ახლა მეტი არაფერი, всё, წევიდა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ირაკლი კუჭავას განცხადებით, ახალი წყალსაქაჩის მშენებლობა უკვე დაიწყო. როგორც მუნიციპალიტეტის გამგებელი განმარტავს, დამატებითი შენაკადების მიღება მდინარის სუფსიდან მოხდება, რაც დაბის მოსახლეობის პრობლემას გადაწყვეტს და 1000 აბონენტს დღეისთვის არსებულ პრობლემას მოუგვარებს. პროექტის მიხედვით, სამუშაოები მომავალი წლის აპრილის თვეში დასრულდება. გადაწყვეტილება დამატებითი შენაკადის მისაღებად ახალი წყალსაქაჩის უკვე ამჯერად მდინარის სუფსაზე მოწყობის თაობაზე და აპრილის ბოლოსთვის შენაკადის მისაღებად გამზადებული ახალი წყალსაქაჩი მზად იქნება და იმედი გვაქვს, რომ დაბის წყალმომარაგების საკითხი, სადაც უკვე 1100-ზე მეტი აბონენტია, ერთხელ და სამუდამ გადაწყდება. მარტე 75 თეთრად შეფასებული დღიური ულუფა ოზურგეთის უპოვართა სასადილოში. შეუსრულებელი დაპირებები და მენიუს გაუმჯობესების იმედად დარჩენილი ბენეფიციარები. ორში ხორცით, წვნიანი ხორცის გუფთით, წვნიანი ვერმიშელით, წიწიბურას ფანტია ფაფა. ეს იმ საკვების ჩამონათვალია, რითაც ოზურგეთის უპოვართა სასადილოში ყოველდღიურად 140 ბენეფიციარი იკვებება. ყველა მათგანი სოციალურად შეჭირვებულია. ერთ-ერთი მათგანი უსახლკარო და მარტოხელა კოლია კურანოვის სხვა ბენეფიციარების მსგავსად 2 საათის მოლოდინშია, რომ
სასადილოს ესტუმროს და მისთვის განკუთვნილი ულუფა მიირთვას. როგორც ბენეფიციარები ჩვენთან საუბარში ეცხადებენ, პირობები არც თუ ისე ცუდია. მოსწოთ მომსახურე პერსონალის მხრიდან გამოჩენილი სითბო და ყურადღება, თუმცა გარკვეული პრობლემების არსებობასაც უსვამენ ხაზს. პირველი პრეტენზია მაქვს მე პურსა. ეს ღვთისმადლია. საპურე არ არის საერთოდ აგერ რატყობ თქვენ. სამარიერეს უნდა იდდეს და ბოდიში კიდე თქვენ აგენი ოჯახიდან ხო არ მეიტანებენ ამ ყველაფერს. და მარტო ერთი კობზით პირველი და მეორე მისაღები არ არის. შანგარის უნდა იყოს. მერია იყო აქანა, პირადად ბეგი იყო და ყველა იქ ყველათ აქანა. მისი სიტყვით დაკვირდა, მაგრამ გავამუჯობესებ კვებას, გავამუჯობესებ სისუფთავეს პირველში სასადილო უნდა იყოს. არა ასე როგორც აგადიღეთ, არა ვითარებაში არიან აგენი და კოლიას მსგავსად პირობებით კმაყოფილია ლეილა სისვაძეც, თუმცა ამბობს, რომ კვების გაუმჯობესების კუთხით დაპირებად გაცემის დღიდან არავის გახსენებია. ჩვენ ამ მენიუს მიხედვით ვიცით რომელ დღეს რა დღე ქვია. ეს წლების განმავლობაში ხდება ასე. თუ რამე შეიცვლება და ის დაპირებები, რაც ჩვენ აქ მოვისმინეთ, შესრულდება, კმაყოფილი ვიქნებით. სასადილოში არსებულ პირობებს დადებითად აფასებს მზარეულით, თუმცა დასძენს, რომ კვების მხრივ პირობების გაუმჯობესება ბენეფიციართა მოთხოვნაა. მისივე თქმით, სასადილოს დაარსების დღიდან მენიუში ცვლილება უკვე წლები არ შესულა. უკმაყოფილო ნამდვილად არავინ არ გვყავს და ყველაფერი ნორმალურად კეთდება. და კიდევ ახლა აგენი ითხოვენ უფრო უკეთეს მას რა ქვია და თუ კი დააფინანსებენ და თუ კი რამე იქნება ჩვენთვის უკეთეს იქნება კიდევ კარგად მივემსახურებით ჩვენს პენსიონერებს. მიუხედავად იმისა, რომ გაუმჯობესებულ მენიუზე დაპირება როგორც ბენეფიციარები აცხადებენ არაერთხელ გაცემულა, მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელის თქმით 2015 წლის ბიუჯეტში ამ კუთხით ცვლილება უნიშნელო სახით შევიდა. თითო ბენეფიციარზე დღიური კვება ლარდ 75 თეთრს შეადგენს. ორი ოჯახის უმძიმესი გასაჭირი, მოახლოებული ზამთარი და ელემენტარული პირობების გარეშე დარჩენილი დევნილები. უბიდოდ დარჩენილი ფანჯრები, ჩამონგრეული რაფები, დაზიანებული სახურავი და ძველი ფიცრებითა და მავთულებით გამაგრებული იატაკები ოთახებში, სადაც ცხოვრობენ. ასეთ პირობებში უყურადღებოდ მიტოვებული ორი ოჯახი ზამთრის მოახლოებას შიშით ხვდება. ავარიულ ბინაში, რომელშიც როგორც გარეთ წვიმს გაწვიმისას, ისე წვიმს შიგნით. ორი მცირეწლოვანი ბავშვი. ესაც პირობებში თვითონ იცხოვრებს, მე არანაირად არ მინდა ქირით გადასვლა. ითავონ ვალდებულები არიან და შეაკეთონ ბინა. ერთი ჭაგვაქ, რასაც სარგებლობთ ამდენი ოჯახი. და კი ამოდებულია კანალიზაცია რომ აქად მოსულ მთლიან ჭასთან, ცოტას და ჭასთანაც მივა ეს წყალი და არ წყალი, არ ჭის წყალი აღარ გვექნება მალე. და ვითხოვთ რომ დაგვეხმარონ ეს კანალიზაციის პრობლემა მაინც მოგვიგვარონ დროებით თუ წყალი ჯერჯერობით არაა და ვერ ხდება. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი კუჭავა განმარტავს, რომ აღნიშნულ საცხოვრებელ სახლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები მომავალი წლიდან დაიწყება. ძალიან ძიმე მდგომარეობა აქვს ადამიანებს ასეთი რამდენიმე ბინა ყოფილი ყოფილი ჩაის ფაბრიკის მათ შორის არის წელიწადოვანი ბავშვები ჩვენ შევხვდით ამ ადამიანებს და მომავალი წლის ბიუჯეტში ვიგებთ რომ ნაწილობრივ ყოველ შემთხვევაში რასაც ჩვენ სასწრაფო საშუალებას დავწყვეტ პირველ რიგში იმ ოჯახებისთვის ვისაც გასაკუთრებით გაუსაძლისი პირობები და გათბობის გარეშე დარჩენილი მარტოხელა მამაკაცი ქირის საფასურის 60 ლარი რის გადახდასაც მერიას შეხსენება ყოველთვიურად სჭირდება. არანაირი გათბობა და არანაირი საჭმელიც რო გავაკეთო, არანაირი მაგის არა. ვერაფერს ვერ შევ. აბსოლუტურად მე მივიდივარ ეჯერად საჭმელზე სასადილოში და იმ ორ საზზე ვჭამდა. დავდივარ ამ ხანაგებში. ლიტას იმიტომ ვირთვა რომ მე არ მაქვს მაგის საშუალება რომ მე ვიხარო დენის საერთო სხვის ოჯახში რომ დავწვა იმას უნდა გადიხატოს ის. 53 წლის ნიკოლოზ ყურანოვი გურამიშვილის ქუჩაზე აგურით ნაშენი პატარა ერთსართულიან სახლში ქირით ცხოვრობს. უიატაკო, მოუწესრიგებელი შესასვლელი და ერთი მომცრო ოთახი, სადაც მხოლოდ ერთი მაგიდა და საწოლი ეტევა. პარკებში ჩალაგებული ტანსაცმელი იატაკზე, კედლის ერთ კუთხეში უწყია. არა აქვს ტელევიზორი და გათბობა. ძიმე და გაუსაძლეს პირობებში ყურანოვი უკვე 3 თვეა მარტო ცხოვრობს. ქირას ახლა მერია უხდის თვეში 60 ლარს. მერიიდან ნოემბრისთვის დაგვიანებული ქირის გამო მე პატრონესთან პრობლემები ექნებოდა. თუმცა თანხა იმ დღესვე გადაურიცხეს, როცა აღნიშნული თემით დავინტერესდით. მე ახლა აგერ ქალაქის მერიას მიმართე რომ მექრაებია სახლი, სადაც მე ყოფილიყავი ქალაქში და რა ვითარებაში ცხოვრობ აგერ თქვენ თვითონ ხედავთ რომ არც შუქი ნორმალურად არ არის, ას გათბობა რა მაქვს. არც საჭმელში ვერ ვჭამ ნორმალურად იმედა ბოდიში თქვენ და სათაგვეში ვცხოვრობ. აქანა ადამიანი ნორმალური დაჟე საჭმელს რო დათვა, შეგეშინდება არ მეწამლოს ადამიანი და არ მოკვდეს.
გვიყვება რომ თავის ძველ საქმეს მიყენებული ტრამვების გამო ვეღარ უბრუნდება. ერთი წელია ორივე ხელი პარალიზებული აქვს. ამიტომ ახლა არც რემონტების კეთება შეუძლია და ვეღარც მეზობელ ქვეყანაში დადის სამუშაოდ. მისი ყოველთვიური შემოსავალი მხოლოდ სოციალური შემწეობაა. ჩემი შემოსავალი არის სოციალური 60 ლარი. თქვენ მოხელე იყავით, ხელოსანი იყავით და ეხლა ვეღარ ვიჩენ თავს, რა თქმა უნდა. მე ხარხი თუ რაღაცა ლარს და ორგანიზმს მომცეს რომ დაინახავს არსებით. ნიკოლოზ კურანოვი მიმდინარე წლის დასაწყისში წამებისა და არაადამიანური მომხრობის მსხვერპლი გახდა და სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. მას განსაკუთრებული სისასტიკით იმ სახლის მეპატრონე გაუსწორდა, ვისთანაც მდგმურად ცხოვრობდა. ქირის თანხას კურანოვს მაშინდელი გამგეობა რამდენიმე თვე უხდიდა, რადგან უკვე 14 წელია არ გააჩნია საცხოვრებელი და სოციალურად შეჭირვებული სტატუსით სარგებლობს. თავ კიდე სახელმწიფოს რომ შეხედონ ჩემი გაჭირვება და დამაყენოს ნორმალურ გზაზე და ნორმალად ვიცხოვრებენ და არ ვიტანჯო ასე და ასე მდგომარეობას. არავის არ უსურვებს რა მდგომარეობაშიც მე ვარ. დღეისათვის სულ ეს იყო ჩვენ მომავალ ხუთშაბათამდე გემშვიდობებით. ნახვამდის.